ჩემთვის გამორჩეული და საინტერესო ამბავია ქართველი სტუდენტების ცხოვრება შვეიცარიაში და თქვენ იცით რომ საქართველოს წლების განმავლობაში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა და ქართველი ახალგაზრდები განათლების მისაღებად ცდილობდნენ რომ ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ წასულიყვნენ და ამ პერიოდისთვის ეს დაახლოებით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარია სტუდენტებმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს შვეიცარიულ უნივერსიტეტებში მიეღოთ განათლება და ასეთი ჯგუფი 1860-იანი წლებიდან ნიკო ნიკოლაძის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ ჯერ ციურიხში, შემდეგ აღმოჩნდნენ ჟენევაში და ამ სტუდენტებმა სწავლის პერიოდში დაარსეს გაერთიანება უღები. საინტერესოა და შთამბეჭდავია მათი ისტორიები იმ მხრივ, რომ წარმოიდგინეთ ეს სხვადასხვა ჯგუფი ადამიანების, სხვადასხვა ინტერესის მქონე პირები, რასაც სწავლობდნენ უნივერსიტეტში, შემდეგ შინ მისულები ხშირ შემთხვევაში ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთს უზიარებდნენ მათ მიღებულ ინფორმაციას და განათლებას და ერთ-ერთი საინტერესო ამბავი და ისტორიაა შემორჩენილი ამ ჯგუფთან, რომელსაც ვუწოდებთ ჟენევის უღელის წარმომადგენლებს, ისინი ახალ წელს ხვდებიან შვეიცარიაში და არსებობს ესეთი მოგონება, რომ წარმოიდგინეთ, ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან ქართველი სტუდენტები და მათი მთავარი მიზანი იყო საქართველოს გაერთიანება, რუსეთის გაერთიანება და დაშორება იმ რუსულ მარწუხებს, რაშიც ამდენი წლის განმავლობაში იყო ქვეყანა და გრიგოლ წერეთელი შეფიცავს ამ ახალგაზრდებთან, უცებ გაიჭრის ხელს და შეფიცავს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი შრომით, მათი სწავლით შეძლებენ საქართველოს გაერთიანებას და ეს მოგონებებში ძალიან შთამბეჭდავად და ემოციურად აქვთ გადმოცემული. მართლაც ასრულდება მათი სურვილი, მიზანი და წლების შემდეგ დაბრუნდებიან საქართველოში, მათ მიღებულ ცოდნას მოახმარენ საქართველოს და 1918 წლის 26 მაისს სწორედ ამ ადამიანების ძალიან დიდი ძალისხმევით საქართველო გახდება დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც ევროპული სხვა სახელმწიფოების მსგავსად არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ატარებს და გამორჩეულ ადგილს იკავებს იმდროინდელ ქვეყანათა შორის.